დამფუძნებელი ყრილობის ორგზის დიახ ორჯერ ყრილობის დელეგატი და გარდაბნის კოალიცია ქართული ოცნების ბიუროს წევრი. ქართული ოცნების დამფუძნებელი და ბიუროს წევრი გარდაბნის. ჩემი აქ მოსვლის მიზეზია დიახ არის ძირითადად ის პროცესები, რაც ამ ბოლო დროს ხდება სახელმწიფო აუდიტებთან დაკავშირებით, ფინანსურ პრობლემებთან დაკავშირებით, ბიუჯეტთან დაკავშირებით. ძირითადად, დიახ. ჩართულია უკვე? ხო, კაი, დავიწყებთ. მოგესალმებით ყველას. პირველ რიგში ბოდიში მინდა მოვიხადო იმისთვის და კიდევ ერთხელ დიდი გულის ტკივილი გამოვთქვა იმ ჩვენი ამომრჩევლების წინაშე, რომლებმაც ჩვენ პარტიას მოგცა მანდატი და დღეს რატომღაც ჩვენ ქართულ ოცნებას გვიწევს ბოდიშის მოხდა იმის გამო, რომ ზედმეტმა კოჰაბიტაციამ და ზედმეტმა ლოიალობამ ნაციონალურ მოძრაობასთან, რომლებიც უკვე ის იმდენად გათამამდნენ, რომ მიხვდნენ, როცა არავინ არ დააყენა მათი საკითხი იმასთან დაკავშირებით, რაც ჩაიდინეს, არავინ არ გასამართლდა და მიხვდნენ იმას, რომ არავინ არ მოსთხოვდა პასუხს იმაზე, რაც ჩაიდინეს, დღეს უკვე იმდენად გათამამდნენ, რომ მართველ გუნდად მოევლინა გარდაბნის რაიონს და მე საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ვიყავი გარდაბნის რაიონში და აქ ჩემი მოსვლის მიზეზი ის არის, რომ მე 2014 წლის ივლისში არჩევნების მერე, როცა ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მართლაც იმიტომ კი არა, რომ მე ვინმე სამსახურიდან გამანთავისუფლა, ჩემი ნებით წამოვედი. იმიტომ რომ რაც გარდაბანში ხდება, ალბათ იგივე ხდება მთელი საქართველოს მასშტაბითაც. ადამიანები, რომელსაც არაფერი არ აინტერესებს თავიანთი სკამების მეტი და იმის მეტი, რაც უფრო დიდხანს დაჯდებიან იმ სკამებზე და უფრო ადამიანების ნერვებზე ითამაშებენ, ამისატანა უკვე შეუძლებელი იყო. და ეხლა უბრალოდ ცოტას ნერვიულობ, იმიტომ რომ ოპოზიციაში ყოფნა უფრო ადვილია, ვიდრე პოზიციაში. და ამიტომ ჩემს მიზეზს აქ მოსვლის, რომ არ მოხდეს ისე, რომ მოკიბული და სხვადასხვანაირი ლაპარაკი გამომივიდეს, ერთს ვიტყვი. ის ადამიანები, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები კი არ იყვნენ მარტო, არამედ იყვნენ ზონდერები, რომლებიც ჟურნალისტებს სცემდნენ, ადამიანებს იტაცებდნენ, ჟურნალისტებს სცემდნენ. ის ხალხი დღეს გარდაბანს მართავს. და მე ყოველთვის ვერიდებოდი, როცა ოპოზიციაში ვიყავი ადამიანების გვარის და სახელის დასახელებას, მაგრამ დღეს უკვე არ არის მართლა ის დრო, რომ უნდა დაესვას ყველაფერს თავისი წერტილი და ყველა ადამიანს უნდა დაერქვას ის, ვინც არის. და ამიტომ მე იძულებული გავხდი, რატომ ხდება კადრების ასე განაწილება გარდაბანში, რატომ არ უნდა იმ მართველ გუნდს, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში მართავდა გარდაბანს, იმ ჩინოვნიკებს, რომლებიც მართავდნენ და დღემდე მართავენ გარდაბანს, ის რომ კადრებში მოვიდეს ისეთი ადამიანები, რომლებიც ხალხისთვის იბრძოლებენ და არა თავიანთი ჯიბისთვის. ამას მე ჩამოვყვები ახლა. ყველაზე დიდი ფინანსური დარღვევა, რაც ჩვენ გარდაბანში რომ მივედით, მაშინ დაგხვდა, ეგ არის, რომ გარდაბნის რაიონში 2006 წლიდან არ არის ბალანსი. არ ხდება შემოსავლებისა და ხარჯების ბალანსირება. არავინ არ იცის, სად წავიდა ის შეძენილი ჯვირადღირებული მანქანები, შეძენილი ჯვირადღირებული ტექნიკა, რაც ამ ხნის განმავლობაში რისი შეძენაც ხდებოდა ჩვენი ხალხის ხარჯზე. და ეხლა პირდაპირ მივყვევი, რატომაც გადავწყვიტე და მოგახსენებთ. რატომ დაინიშნა, რატომ მოხდა თვითმმართველობის არჩევნებში ისე, რომ 2012 წელს ვინც იბრძოდა ქართული ოცნების მხარდამხარ, არც ერთი პიროვნება და ის ადამიანები, ვინც მართლა გულწრფელად, ჩემი თამადობით, იმისთვის ვიბრძოდით, რომ გვინდოდა, რომ ქვეყანაში სამართლიანობა დაგვემყარებინა.
რატომ დაინიშნა გიორგი ავალიშვილი, რომელიც იყო ქართული ოცნების კი არა ნაციონალური მოძრაობის აქტიური მხარდამჭერი საფინანსო საბიუჯეტო სამსახურში, საკრებულოში, ფრაქციის თავმჯდომარედ. რატომ არ იღებს ხმას ამბაკო ავალიანი იმასთან დაკავშირებით, რომ გიორგი სინჯიკაშვილი, რომელიც 2012 წელს თვითონ ამბაკო ავალიანის გატაცებაში იღებდა მონაწილეობას და დღეს გარდაბანში ზედამხედველობის სამსახურის უფროსია. რატომ არ იღებს ხმას იმასთან დაკავშირებით, რომ ზეინალოვი, რომელიც იყო ზონდერი და TV9-ის და Info9-ის ჟურნალისტებს სცემდა და ის ჟურნალისტები ალბათ უყურებენ, თუ არ უყურებენ, ალბათ გაიგებენ, ერთის სახელი და გვარი მახსოვს ანა ბარბაქაძე და მძღოლი სავატყოფოში მოხვდა და ის ადამიანი დღეს სამაშველო სამსახურის უფროსად არის დანიშნული გარდაბანში. ეს რატომ ხდება ძვირფასებო და გეტყვით. ეგ არის ის კრიმინალი და ის ადამიანები, რომლებიც დღეს ქართულ ოცნებაში გადმობარგდნენ. ეს არის ვამხელ გიორგი ფეიქრიშვილი, რომელიც მშვენივრად შევიდა კოჰაბიტაციაში ზვიად ძიძიგურთან და მართავს გარდაბნის რაიონს დღესაც. მე მარინა პირველი, რომელიც აქამდე ვცდილობდი, ყოველთვის ვცდილობ, რომ არ მინდა, რომ ჩემს ქვეყანას რამე ზიანი მივაყენო, დღეს იძულებული ვხდები ჩემი თავის, ჩემი სამშობლოს და იმ ადამიანების წინაშე, იმ ახალგაზრდების წინაშე, ვინც იბრძოდა სამშობლოსთვის და ეგონა, რომ ქვეყანას უკეთესობისკენ წაიყვანდა, ამ განცხადებას ვაკეთებ. ძალიან მიჭირს, მე მართლა მიყვარს ქართული ოცნება, ფორმითაც მითო მოვედი. მე მიყვარს ის იდეალი, რის გარშემოც ჩვენ გავერთიანდით, მაგრამ ღალატი საქართველოში ყოველთვის იყო და ალბათ იქნება. მაგრამ მე ერთს მივმართავ კიდე გიორგი ესა ზვიად ჯანყარაშვილია მგონი ახალი გენერალური მდივანი ქართული ოცნების. მე კიდე იმედი მაქვს, რომ ქართული ოცნება, ჩვენი პოლიტსაბჭო და ის შტაბი, რომელიც არის დანიშნული და ჩვენი ხალხის არჩეულია, კიდევ ერთხელ მოისმენს ჩემს განცხადებას და ყურადს იღებს. რატომღაც თანამდებობაზე რო ინიშნებიან და მანდატს იღებენ, ყველას ავიწყდება ხალხი. ყურებსაც და კარებსაც ერთნაირად ახშობენ ხალხისთვის. ამიტომ მე მივმართავ იმ ადამიანებს, ვისაც ჯერ კიდევ სტკივა ჩვენი სამშობლოს ბედი, ჩვენი ქვეყნის ბედი, ჩვენი ახალგაზრდების ბედი, რომ გამოფხიზდნენ. რატომ ხდება გარდაბნის რაიონში, რომ უკვე მეოთხე გამგებელი ინიშნება? პირველი გამგებელი, რომელიც ქართულმა ოცნებამ ავირჩიეთ და მოვიდა დაინიშნა, არავინ ჩვენ სამსახურებიდან არ გაგვინთავისუფლებია და დღემდე არც ერთი სპეციალისტი იქაურე დამერწმუნებიან ის ადამიანები, რომ არც ერთი სპეციალისტი სამსახურიდან გარდაბნის რაიონში არ განთავისუფლებულა. პირდაპირ ხდება ქართული ოცნების მარტო დისკრიმინაცია კი არა, ლიკვიდაცია. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ლიკვიდირებული იყოს ქართული ოცნება გარდაბანში. და ყოველთვის ესე იყო. არ ვიცი, რატომ ხდებოდა, რომ გარდაბანი ყოველთვის იყო ბეღელი არჩევნებშიც, ხელისუფლების. ახლა არ არის ის დრო, წავიდა ის დრო, ხალხი გამოფხიზდა აზერბაიჯანელმა მოსახლეობამ. არა, გიორგი ფეიქრიშვილი არის გარდაბნის რაიონის ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი იმაში პარლამენტში. და ის მართავს დღემდე, გამგებელი ამჟამად არის ზესტაფონიდან მოსული გარსევან ნიორაძე. მე არ ვიცი რატომ მოხდა გამხელა გარდაბნის რაიონში, რომ მაინდა-მაინც ზესტაფონიდან ჩამოეყვანათ გამგებელი და ადამიანებს, რომელსაც საერთოდ არც იცნობდნენ, ვინ იყო გარსევან ნიორაძე, ქართულ ოცნებამ აირჩია იმ ხალხმა მაინც კიდე, ვისაც ჯეროდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ყველა გამგებელი ერთის გარდა, რომელიც ჩვენ მოვიყვანეთ, ეს იყო გელა ხუციშვილი 2013 წლის მარტში. გეტყვით ახლა უბრალოდ რომ არ დავიბნე, ჩვენ მოვითხოვეთ სახელმწიფო აუდიტი, მაშინვე წერილებიც არსებობს. მე მქონდა საუბარი ივლისის თვეში, ზუსტად არ მახსოვს ახლა
ახლა მე გეტყვით თავიდან თუ ქრონოლოგია არ გავაკეთე მე რატომ ინიშნება ამდენი გამგებელი ყოველ თვეში ვერ დავლაგდები ის სახელმწიფო აუდიტი რომელიც მოვითხოვეთ დღემდე არ მოსულა მე არ ვიცი მე როცა წამოვედი კონტროლის პალატა იყო შემოსული და აუღიათ დოკუმენტაცია და წაიღეს მე უბრალოდ რას ვამბობ ამითი მე მინდა მივმართო ქართულ ოცნებას თავ პოლიცსაბჭოს შტაბს მე კიდე მაქვს და არასდროს არ გამკარგვია ბიძინა ივანიშვილის იმედი რომ მას ისე როგორც თვითეულ ჩვენთაგანს ჩვენი სამშობლო მართლა უყვარს მე მარინა პირველს ქალს რომელსაც 2 წლის განმავლობაში მართლა მიწევდა მაფიასთან ბრძოლა და ყველაფერს ვაკეთებდი იმის გულისთვის რომ აი მაგრამ ბოლოს იცი რა არის უკვე ადამიანი დაღლა არ შეიძლება როცა სამშობლოსთვის იბრძი მაგრამ მეც ადამიანი ვარ და უკვე როცა ყოველთვის შენ ლაპარაკობ და ამბობ სიმართლეს უკვე ხალხში აი უბრალოდ ცრუ ხო არის ერთხელ იტყვი ორჯერ იტყვი სამჯერ იტყვი და მე მართლა რომ არავინ არ დაგიჯერებს ყოველთვის რომ ამბობ და რეაგირება არ ხდება აი მე არ მინდა მე მინდა იმ ქართულ ოცნებას რომელსაც ჩვენ ყველამ ერთად მივეცით ხმა და უარი გამოუცხადეთ იმ ნაციონალურ მოძრაობას რომელიც დღეს მე არ ვიცი პირდაპირ ოცნები პარლამენტში როგორ შეიძლება გამოვიდეს ადამიანი ილაპარაკოს რომ ბიუჯეტი არ სრულდება თურმე 2008 წლიდან 2012 წლამდე ბიუჯეტში ზრდა ყოფილა და ეხლა კიდე დეფიციტიაო ბიუჯეტის იქნებოდა ჩემო ძვირფასებო ბიუჯეტის ზრდა იმ ადამიანების ხარჯზე რომელიც მობილური ტელეფონის გულისთვის მოპარულ ტელეფონს რო ყიდულობდნენ ადამიანები იმის გულისთვის 50000-იან საპროცესო შენატანი შეჰქონდათ დიახ მე დავამთავრებ იქნებოდა შემოსავალი ბიუჯეტში როცა მიწას გიყიდიან მე არ ვამბობ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ის დაიკარგა და შეიძლება დღევანდ მიწები გაგვიყიდეს ბურები არიან ჩვენს მიწაზე შემოსული და იმის მაგივრად რომ ინვესტიცია ჩადონ იმ მიწაში იმასაც არ კადრულობენ რომ რამე გააკეთონ პირდაპირ თივას ჩვენ ადამიანები თურმე ბურები გვასწავლიან ეკოემიგრანტ სვანებს იმას როგორ უნდა მოვიყვანოთ თივა იმასაც კი არ კადრულობენ რომ დახნან და დასწრონ ის მიწები პირდაპირ თივას გვასყიდიან ჩვენ საკუთარ მიწაზე და ამაზე ხმას არავინ არ იღებს გამგეობაში კი რაც ხდება გამგეობაში მე ჩამოგითვალეთ ყველა ის ადამიანი რომელიც იყო განანაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი ზონდერი არის გარდაბნის გამგებლობაში და ყველა მართავს გარდაბანს ძირითადად ზონდერები მართავენ მე ჩამოვთვალე და მეორედ აღარ გავიმეორებ ხა ერთხელაც ძალიან მიჭირს ადამიანებს როცა ვასახელებ და მეორედ არ დავასახელებ მე ჩამოვაყალიბე რაც იყო, რისთვისაც იყო. მე არ ვამბობ მხარდამჭერზე, მე არ ვამბობ იმ სპეციალისტებზე, რომელიც დღემდე ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. მე ვამბობ იმ ზონდერებზე, რომელიც ადამიანებს იტაცებდნენ და რომლებიც ჟურნალისტებს სცემდნენ. თქვენ კოლეგებს სცემდნენ სხვათა შორის. და დღეს მართველად და წამყვანი სამსახურის უფროსებად არიან მოვლენილი. და მე ბოლოს რაც მინდა გავაკეთო, მე ბევრი ვიფიქრე სანამ აქ მოვიდოდი და ძალიან გამიჭირდა მაგრამ კიდე ერთხელ ჩემ მესიჯს აუცილებლად გავუშვებ იქ სადაც უნდა მივიდეს ჩვენ ვითხოვთ გარდაბნის რაიონის კოალიცია ქართული ოცნების დამფუძნებლები და მხარდამჭერები რომ აუცილებლად შეგხვდეს ჩვენი ქართული ოცნების კოალიციის აღმასრულებელი მდივანი გენერალური თუ რაც ქვია ჯანყარაშვილი და პოლიცსაბჭოს წევრებს ვთხოვთ, რომელიც ლობირებენ იმ კრიმინალებს, რომლებიც დღემდე ვერ მოიშორა, რა ვიცი, სამშობლო საქართველოს რატო ენანებათ მაინდა-მაინც იმ ადამიანების მოშორება და ბოლოს რაც აუცილებლად მინდა აღვნიშნო, ძალიან ნერვიულობ, იცით რა არის, მე უბრალოდ არ მიყვარს, როცა დაანონსებულია გადაცემა და უპასუხისმგებლობა, თორე იმ ფაქტმა რაც გუშინ მოხდა, რომ ემზარკვიციანს 12 წელიწადი მიუსაჯეს, ჩემთვის როგორც სვანეთის შვილისთვის იმ ხეობის შვილისთვის ჩემთვის იყო ყველაზე ამაზრდენი მე არ ვიცი მე არ ვერევი არც გამოძიებაში არც იმაში რა ფაქტები ქონდა მაგრამ იმისთვის რომ სამშობლო სიცავ შენ სახკარ სიცავ შენს მიწაწყალ სიცავ ადამიანები არ უნდა ისჭებოდნენ
მე ვითხოვ რომ იყოს გამჭირვალე ის პროცესი რაც ემზარკვიციანთან მიმართებაში გარდაბანთან მიმართებაში ვითხოვ სამართლიანობის აღდგენას მე ჩვენ არასდროს არ შევეგუებით იმას რაც ახლა გარდაბანში ხდება ყველა გამგებელი ვინც დაინიშნა 3-4 თვით ყველამ გაყიდა რატომღაც სკამებზე გაყიდეს სამთვეზე გაყიდა ამბაკვალიანმა ძალიან არ მინდა ამ სახელის და გვარის ხსენება მაგრამ იმის გულისთვის რომ 3 თვე გამგებელი ყოფილიყო გაყიდა ის პარტია არ შეიძლება გარსევან იორაძე უარესა და არც ერთი ქართული ოცნების არც წევრი და არც დამფუძნებელი გარდაბანში არ მუშაობს და სპეციალურად აკეთებენ იმას კიდე რომ რაც არის ჩაფიქრებული და რაც არის დაანონსებული ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიორგი სინჯიკაშვილი რომელიც ნაციონალური მოძრაობის ზონდერი იყო და ადამიანებს იტაცებდა დღეს გამგებლად უნდა მოგვევლინოსო მე ესეთი ინფორმაცია მაქვს და ძალიან ცუდი თუ ეს ესეა ან თქვენ დამფუძნებელად გარდაბნის დიახ კოალიცია ქართული ოცნების დიახ და ბოლოს რაც მინდა აუცილებლად გავაჟღერო მე მინდა მიმართო ბატონ ბიძინას ბატონო ბიძინა თქვენ ძალიან კარგად იცით მე რა მინდა მე ნამდვილად არაფერი არ მინდა მე მინდა მარტო სამართლიანობის აღდგენა მე მინდა რომ ჩვენი სამშობლო გავიდეს ფონს სხვა მე არაფერი არ მინდა და ძალიან კიდე ერთხელ მაქვს იმედი რომ ქართული ოცნება აუცილებლად მოახდენს ნაცბანდის გასამართლებას და სამართლიანობის აღდგენას ქვეყანაში არა მე ჩემინებით იმ სიტუაციას რაც იყო მე თავზე დავადექი და სუძალით მოვაწერინე ხელი ჩემგან თავისუფლებას იმ გუნდთან რამდენი ხნის წინ მოხდა და 5 აგვისტოს დასაწყისში დიახ მე საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ვიყავი მაგრამ ჩემ თანამდებობაზე სალაპარაკოდ აქ არ მოვსულა იმ სიტუაციაზე ხო რა თქმა უნდა მე დღემდე კიდე ხმასაც არ ამოვიღებდი მაგრამ უბრალოდ გაჩუმებაც იგივე დანაშაულია რა დანაშაულსაც ადამიანი ჩაიდნეს ეხლა მე ცოტა ნერვიულობ იმიტომ რომ მართლა ძალიან რთულია ამ სიტუაციაში აი არ ვიცი ლაპარაკი დიახ მე-4 გამგებელი მიზან მიმართულად ხდება ქართული ოცნების ლიკვიდაცია და ადამიანებთან რეიტინგის დაცემა მე არ ვიცი როგორ ახერხებს ახერხებენ იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობა არსად არ წასულა გარდაბნიდან არ წასულა და სხვაგან როგორ ხდება მე არ ვიცი ყველა იგივე არც ერთი თანამდებობის პირი არ და ყველგან ესე იქნება მე რაც ვიცი და რაც ჩემი თვალით და ჩემს რეალობაში ხდება მე იმას ვამბობ მე მოგონილს არაფერს არ ვამბობ ყველა იმ სიტყვაზე რაც ვთქვი მე ერთადერთი რაც ყველაზე მეტად მიჭირს მართლა ძალიან გულწრფელად მიჭირს როცა ადამიანების გვარს და სახელს ვასახელებ ეგ არის ჩემთვის ტრავმა იმიტომ რომ მე თვითონაც ძალიან ისეთი ვარ აი იმას შვილები უყურებენ, იმას თავისი ოჯახის წევრები უყურებენ და ძალიან რთულია, როცა შენ ოჯახის წევრზე ვიღაცა რაღაცას ამბობს, მაგრამ მე ვიღაცა და რაღაცას არ ვამბობ. უბრალოდ იცი რა შეიძლებოდა რომ მომხდარიყო, რომ შეიძლებოდა რომ გვენზე გამდგარიყვნენ, გამოცხადებულიყო მორატორიუმი და ჩუმად ყოფილიყვნენ. მაგრამ ვირთხა ჩუმად ვერასდროს ვერ იქნება, როდისღაც მაინც ზევით ტივტივდება მე, იცი, არ შეიძლება ვირთხა ჩუმად არ ჩერდება. გამოდის მე მაინც ბოლოს თავისი სოროდან. მე არ ვიცი ეს იწერება თუ არა, მაგრამ ეს თქვენთვის. ხო, რომ